მეგობრებო, მოგესალმებით. ვიდრე გადავიდოდეთ ჩვენ სტუმართან, რომელიც არის ლიკა სირაძე და მე ძალიან მიხარია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მხარდამჭერი არის კურსიჯი, მუსიკალური პარტნიორი არის Music Room და ჩვენი მეგობარი არის QNT. სანამ დავიწყებთ, კარგი სიახლე გვაქვს ჩვენი მუსიკალური მხარდამჭერისგან, Music Room-ისგან. Music Room-ი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გიტარის ბრენდის ESP Ltd-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ უკვე შეგიძლიათ Music Room-ის შოურუმებში მიხვიდეთ, ახლოდან ნახოთ, მოსინჯოთ და შეიგრძნო LTD გიტარები. ზუსტად ის ინსტრუმენტები, რომელსაც მსოფლიოში არაერთი ცნობილი მუსიკოსი იყენებს. აქვე გეტყვით, რომ მიწერეთ და ხო, და ლაიქეთ. გამარჯობა ლიკა. სალამი. როგორ ხარ, ჯერ დავიწყოთ. კარგად. რა ხდება ახალი შენსკენ? გითხარი რა ახალი. სიახლეებია, პირდაპირ მაგით დავიწყოთ რამე. ბევრი რაღაც ხდება ახალი. საიდან დავიწყო არ ვიცი. რა მე რო გადავხედე რაღაცებს, ძალიან მალე მოხდა თქვენ ამბავში. Tape Visitor-თან დაკავშირებით. ხო, გადახედეთ არ ვიცი, ჩვენ ძალიან შოქში ვართ ისე სწრაფად მოხდა. ხო, მაგას ვიძახი რა. პირველი რაც ვნახე, რომ ნიუკამერებიდან გაიჩნდეთ, ხო, ოფენერზე. 24-ში და 26-ში უკვე მეთქულზე უკრავთ. აუ, მეთქულზე მე უნდა მეკითხო. არაფერ მინდა რომ ორი სიტყვით მოგვიყვე, აი ეგ თავიდან როგორ დაიწყო და სად განვითარდა და ეხა ვიცი რომ ივლისში გაქვთ ლაივი. კი, 10 ივლისს უკრავთ მეთქულზე. ხო და აი ეგ ისტორია, საიდან წახვედით მაგდრეს Kings of Leon, Moby უკრავს, 21 Pilots-ი, Nick Cave და კიდე რა ვიცი. და ჩვენ დღეს არის 21 Pilots. არის Kings of Leon და 21 Pilots ორივე არის. იანვარში ვიყავით, იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში. Showcase-ზე ჩავედით მადრიდში. და რაღაც ერთ კვირაში გავიგეთ, რომ მოვიგეთ. უკვე პოსტერზე წერია, მე რო გიყვას ამოგინათებ რა. ხო, ერთი ორმა ესპანელმა სხვა შორის სტორზე მოგნიშნა. ხო, რაღაც იქ მასე რა კარგი. პოსტერზე ჩვენ როგორი განცდა ქონათ, ან დაიჯერე თავი და მიხვდი რა ხდება თქვენს და სანამ დაიდებოდა ჯერ, ანუ ჯერ ხო ჩავედით. ნუ იქ ჩასვლაც ძალიან მაგარი იყო, ეხლა მადრიდში ჩადიხარ, პლუს იქ უკრავ. მაგრამ აი რომ ჩამოვედი ჯერ არ ვიცით როდის დაიდება, ეგ დღეები, მოკლედ არ ვიცი, ამის იმპაქტმა დაგვარტყა, ხო და. და იდებოდა რაღაც 3 დღეში უკვე და ანუ ჯერ პირველი ტალღა, მერე მეორე, მერე მესამე და რომელში მოვხდებოდით, არ ვიცოდით და აი Instagram-ს რო არეფრეშებ რა, რო ელოდები, როდის დებენ და თან დროის მიხედვით იქ ხო წინარიან თუ უკან აღარ მოხდა 3 საათი თუ უკან არის. ხო და საღას 12-ზე თუ პირველზე იდებოდა და რაღაცა რეფრეშ და დაიდო და ეგრევე იქ წავიკითხე რა იმაში აღწერაში და Tape Visitor-ში რო ეწერა, ვიცი გავგიჟდით რა. ჩვენაც სხვა ხო არ არის, ძალიან მაგარია. მართლა ვერ წავწერე მუსიკებს, ანუ რა იყო რა. ეგ ფესტივალი და ქართველებს ჩემი მეგობრები ხშირად დადიან, უკვე რამდენჯერმე იყვნენ მეთქულზე და სხვადასხვა ხო ანუ მე მეთქულზე არ ვარ, მე იქეთ ზიგეტის შენ ზიგეტის სხვადასხვა ქართველები ყოველ წელს რავი ერთი მაინც მიდის და იქ უკრავს რა. მოკუ იყო, კი, კიდე ვინ იყო? რა მოკუ მაგრამ ბევრი რო იყო. ხო. ვილკოლაკი, წინა წელს იყო, კი. ხო და რა მეტი რა ძალიან კარგი ზაფხული გეოდება წინ კი და უკრავთ ხუთში ჩვენ დავადების დღეზე ხო და 2 დღეში ვიფრინავთ მე 7-ში ანუ რა იმდენად კარგად მიეწყო ეს ზაფხული წელიც კარგად დაიწყო თუ დღეზე დაგაკუნე აუ ძალიან მაგარი ისე მიხარია კიდე აი 900 მაგათ ეშვა რა ამაყი ეგეთ დროს რომ თან კარგი მუსიკა გადის და კარგი ტიპები გადიან და გვეძლევა კიდევ ერთხელ საშუალება რომ ეგეთ კარგ პლატფორმაზე წარვადგინოთ რა მუსიკა და არა არჩევდა ისეთს რომ ხო ნამდვილად ისეთი ლაინაპი აქვს ხოლმე ყოველ წელს რომ ანუ ფიზიკურად ჯერ ხო ძალიან რთულია ვინ იყო მიყვინდა გამახსოვდა ვინმე თქვენი კონკურენტები ბენდები ვიღაცეები ან ერთი გადიოდა ერთი გადიოდა თუ რამდენიმე გავიდა მაგ შესარჩევიდან ხუთმა ისე 3 იყო გამოცხადებული ნუ ყოველთვის ეგრე არის 3 რო არის 6 იგებს 2 რო არის 5 იგებს 5 დღიანია შეიძლება 5 დღიანია და 4 დღიანი არის 4 დღიანი არის კი
სახელები არ მახსოვს აკა თუ ვინმეს უნდა უთხრა თუ 10 ივლისი არის თქვენი 10 ივლისი არის კი თქვენი პერფორმანსის უკრავთ მე მგონი რაღაც 7-ის ნახევარზე ზუსტად თუ არ მე მგონია რომ აქედან გამოყვებიან და მიხარია ძალიან წინს რომ არ ვიქნებ მაგრიგებში ქართველებიც ხო არიან იმდენი საკმაოდ ბევრი ყოველ წელს წელი არ გადის რომ მეგობრის თორიში არ ვნახო მეთქულზე სადღაც იყო და ძალიან ის არის რა კი ზიგეტიც და მეთქულიც ორივე იყო ძალიან პოპულარული და ნუ ბარსელონაში რა ერქვა იმას პრიმავერა მე მგონი პრიმავერა ძალიან ბევრი თუ ვინმე დადის ხოლმე ძირითადად ეგენი არის და მეთქული ერთ-ერთი ყოველჩელაზე ცოტა შორის არ ანუ მეთქული ცოტა ახალია ემათთან შედარებით მაგრამ არანაკლები იმით სარგებლობს უკვე ანუ თუ ვინმე არსებობს ხოლმე ძალიან კარგი არტისტების მასპინძელი არის ხო კი ცოტა უკან რო დავბრუნდეთ მე მაინტერესებს ლიკას ამბები რა აი პირველად როგორ ან მუსიკასთან შეხება სად იყო რა იყო როგორი მუსიკასთან შეხება პრინციპში ეხლა ბანალურად რო თქვა ბავშვობიდან მომყვება ასე ვთქვათ რა ის უმღეროდი ის ხან უკრავდი პირველ გიტარა იყო რომ დავიწყე იქ დაკვრა იქ რაღაც 6 წელი მაქვს დამთავრებული მაგრამ ნუ უბრალოდ დიპლომი მიდევს ხო მე რავი ეს რაღაც ბუმი იყო ვოისში გავედი პირველად ვცადე ეგ იყო Voices მერე რაღაცები კი გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არა ეხა, როგორც ეგ რომელიც voice იყო? voice იყო? თუ არა, ის რაც დევს ხოლმე ეხლა. ერთხელ იყავი voice-ში? კი, ერთხელ. და ბოლოჯა. რა 3 წლის წინ. კაი ხნის წინ იყო. 1-3-4 წლის წინ რა ისე მაგარი გადიცხოვე. Nirvana სადაც იმღერე იყო, ხო? კი, Did you sleep last night და კიდე Street Spirit მე მგონი, ხო? კი. ყველა ტრეკი ისე უხდებოდა, რომ მეგონა რომ ისა ხო, მაგრამ სოფოც რო არა, იდეაში ვიმღერებდი ალბათ რაღაც. ძალიან კარგი მეჩები იყო. ძალიან, აი გადასარევი და იქ თავის რაღაცა დამიდგა გვერდში მაგ ხრივ და აბა შე რა გინდა და ერთად მოვიფიქროთ და ხო, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სამწუხარო გამოცდილება მაგისი, რომ აი საერთოდ მართლა ვირი და მანიკური, აი ტიპებს ისეთ რაღაცებს არ გებენ ხოლმე, რომ არ აქვს საშუალება თვით გამოხატვის რა, იმიტომ რომ არის ეგ მართლა არსებობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, აი როგორი მაგარი ტექნიკაც არ უნდა გქონდეს, თუ არ არის საშენო სიმღერა, აი რაც არ უნდა აი ვერ გამოიყვან რა ერთი სიტყვით ბევრი რო აღარ ვილაპარაკო და ლიკას ქონდა ძალიან მაგარი ტრეკი. Facebook-ზე რაღაც მიგდებდა, აბა ეს ხო არ გინა, აბა ის ხო არ გინა, მე მეუგდებდი და ვერ საბოლოოდ თანხმდებოდით ხოლმე რა. არა, იქ და აი საავტოროს ავიჭღერდა მოკლედ იქ ყველაფერი რაც იყო რა. ძალიან კარგი ლაივი იყო ეგ რო უყურე პირველად მეთქი ხდება კურტი ცოცხალია ნირვანა ხო თან იმას ველოდებოდი ბოლოში ველოდებოდი რო ჭედავს რა იქ მეთქი მან რა მოხდება თქო და რო გაიტანა საღოლ მეთქი всё დაუშვიდდი ეგრევე ძალიან კაი ხო პრინციპში ამ ფართო მასის წინაშე წარსდექი voice-ით ხო ეს პირველი იყო voice-ით ხო მან როგორც solo ჩვენ ხო მაშინ tape visitors და რაღაცები ჩანაფიქრშიც არის მაშინ საერთოდ ბენდი არ მყავდა საერთოდ არ მყავდა ამ voice-ის მერე გამოჩნდა ნუ ჩემი სკოლიდან ერთ-ერთმა მასწავლებელმა მომწერა რომ აი ლიკა რაღაცა გვინდა რომ დაუკრავო ჩვენს ბოლო ზარზეო ნუ კაი მეთქი რა რატომაც არა და დამჭირდა ბენდი და დავსერჩე რა გიტარისტი მინდა მეთქი ისეს რაღაცა და გამოჩნდა ნიკუ გამომიგზავნა თავის ვიდეოები რაღაც როგორ უკრავს გიტარით რაღაცა და მე დაუძახი სანდროს და აი რაღაც შევიკრიბეთ დაუკარით ამ ბოლო ზარზე და მე მოდი ბენდი გავაკეთოთ რა ნიკა მეუბნება რა თან რაღაცა ტრეკები მაქვსო და გავაგზავნოთ რა ნიუკამერსებზეო და კაი მეთქი რა იდეაში ეგ რაც გავაგზავნეთ ერთი possible devs ჩვენი ტრეკი ეგ გავაგზავნეთ და ნუ მაგ წელს ვერ მოვიგეთ open airs arts showcase-იც არ გავსულოთ ეგ წინა წელია ალბათ 23 თუ კიდე იქამდე რომ მოვიგეთ იმის წინა წელი 24 იყო ეგ და 23 ხო კი და მეორე წელსაც ანუ არ გავჩერდით მოდი იმიტომ რომ იმდენად მოუზადებლები ვიყავით მოდი აი გავაგზავნოთ აი ეგრე ვიყავით რა და აი მოდი გავაგზავნოთ გამოიწვია ეგ ყველაფერი ხო შესაბამისად და მეორე წელსაც რო არ დავნებდით და აი შევიკარით გავაგზავნეთ და ნუ მაგ წელს მოვიგეთ
ხო, ნუ ეგ იყო ჩვენი პირველი რაღაცა, აი სასწაული და აი შო აღარ გავჩერდეთ და აი მაგის მერე მოვდივართ. მაგის მერე იყო open-ის მერე კიდე ერთი დიდი გიგი იყო ბედფორდები გავხსენით კოკა-კოლაში. ეგეც რავი ჩვენთვის იყო რაღაცა სასწაული. ბევრი ეგეთი ლაივებით არ ვარ. იყო და ანუ მანდ რო ვინერვიულეთ რავი აი თან ბედფორდებს რო ხსნიდით ეხა და ნუ მე იყო open-ი, მე ის იყო pop კულტურაზე დაუკარით ბერლინში ფესტივალზე. Sonic Crossing იყო ესეთი პროგრამა, რომელიც ჩართული იყო მაგ ფესტივალში და რაღაც აი იდეაში კავკასიის ქვეყნებიდან ამოარჩიეს რა, ერთი ჩვენ ვიყავით ქართველები, მეორე აზერბაიჯანი, სომხეთი და მეოთხე იყო ვაქო. ჩავედით ბერლინშიც დაუკარით ფესტივალზე. და ეგეც ძალიან მაგარი იყო იდეაში რა. Open-ზე ვისთან მოგიწიათ პირველივე ეგრევე სტარებთან რო შეუვარდნენ. აურორა იყო მაგ დღეს ხო? კი, მაგას სურათს გადავიღე. მართლა? კი. ეგ სულ არის ხოლმე, სულ მაინტერესებს იმასაც ვკითხე რომ იყო მოსული მაშ გახსოვს. კი. გულედანს რომ თუ არის ხოლმე საშუალება კონტაქტის. აი ფესტივალზე ერთდროს რომ გამოდიხარ. თვითონ ისეთი ტიპი იყო რომ აი მოდით სურათი გინდა ესე იყო და მოდით გადავიღოთ და კაი ტიპია, ძალიან საყვარელი. ანუ იმდენად რაღაც ისეთი აურა აქვს, აი ძალიან აი რასაც ღერის ის ტიპი არის რა, აი იმდენად აი ჰარმონიული ადამიანი. სხვანაირად ვერ წარმომიდგენ, ეგეთი პერსონაჟია რომ შეხედავ, ეგეთი ტიპია რა. კი, თან ის ხო რაღაცაირე უფილტრო და ნიღბო და რაღაცა რა, კაი ტიპია. ეგ რა გძნობაა, ის წინა წელს რო შეიძლება იმაზე უყურებდი რა, სადღაც live-ს. YouTube-ზე და მე ხელს რო ხრავს. სურათიც შეიძლება დაჟე და რაღაცა. კი, არა ძალიან გაასწორა მართლა. რა ხო, ტყუილა არ გაისროლა, იმიტომ რომ მე ხა კიდე კარგად რო ჩაუჯექი თქვენ რაღაცებს, არ ვიცი, ძალიან კარგი ხარისხი დევს რა. ხო და ძალიან მომწონს. აი შენთვის არის ეგეთი სიმღერა, რომელიმე აი პირველად რო წარსდგერი იმის წინაშე და აი რო კითხონ, რომ აი ლიკა რა არის? გააქვთ ეგეთი რაღაცა, რომ აი როგორ გითხრა რა, სავიზიტო, აი ძალიან შენი რაც არის და რითიც გინდა რომ დაამახსოვრდე მაგალითად რა. ჩვენი ტრეკებიდან? ხო, აი ძალიან აიკონიკ და აი ეგ საშუალება რო ქონდეს, რომ მარტო ერთი გაიტანო. რომელი იქნებოდა შენთვის ეგ? რავი, ხა ეს ძალიან ის არის, ყველა გეში ყველას მევღერი და ყველა რაღაც ჩემი არის, მაგრამ ვიცი, ხო, არ მიყვარს ხოლმე ეგ რო გამავა, აი ეს ჩვენ გვაქვს ხოლმე მაგალითად და ჯახი რა. რაღაცა ხედავ ჩუმა, თორემ იმიტომ რომ მოგახურე ჩემი კითხვა. ხო, რომელი გამოგხატავს ყველაზე მეტად თუ გაქვს ეგეთი რაღაც, თუ არ გაქვს, ხო, ეგეც ოკეია. კაი, აი პირველი რაც ესე გამახსენდა, ალბათ War Mice. War Mice. ეგ არის ნიკუს დაწერილი ტრეკი. ტექსტიც და მუსიკაც, მაგრამ რაღაცნაირად ისე შევითავსე, რაღაც ძალიან მიყვარს ეგ სიმღერა რა. თქო, ნუ ყველა მიყვარს, მაგრამ რა ხან ესე ჩამაწვდით მაგას. პროცესი როგორი გაქვთ ხოლმე წერის? ერთად ხდებით თუ ცალ-ცალკე და მე იკრება ეგ ამბავი? ხან როგორ იდეაში. თავიდან დავიწყეთ მე და ნიკუ. და მე მიქონდა ვაზიარებდით, მე იმის აზრი, აბა რა ვქნათ, აბა როგორ ვქნათ და ყოველთვის იდეაში რაღაც ჯამდებით ხოლმე ერთად. არ ძირითადად ხან ნიკუს მოაქვს იდეაში ძირითადად, იმიტომ რომ ნიკას აქვს ყველაფერის მოწყობილობა რა. მე რაღაც გარაჟ ბენდში ვზივარ ხოლმე და მეტი არაფერი არ. კასაკები. ხო და ხო ესე ვაზიარებთ ხოლმე რაღაც ეს კონკრეტულად რომ ერთი აკეთებს ყველაფერს არა. შეიძლება მე მივიტანო, შეიძლება ბასისტმა მოიტანოს თქვა ტექსტები. ხო ესე ფუნქციები დანაწილებული არ გაქვთ. კი, ნუ ერთ-ერთი დრამერია, თავის საქმე იცის და არ ვერევით ხოლმე. ესე ერთობლივად მუშაობთ ყველაფერში თითქმის რა. აი რაღაც TikTok-ი და Instagram-ი თქვა ნიკა არის, იმიტომ რომ ბევრი გამომწერი წავს, იცის ეგ ამბები და რაღაცა. მუსიკალური ინფლუენსერია ფაქტობრივად. კი. ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებს. მაგასაც კაი შრომა ჭირდება, როგორც მაგასაც ცალკე ჩვეულებრივი პროფესიაა და დრო ჭირდება და მონტაჟი ჭირდება და კონტენტს აკეთებ, რომელიც ისი ნერვიც მე არ მაქვს და იმიტომაც ხო, კი, იმიტომ რომ ხა TikTok-ი ძალიან ის არის რა, აი. კი. ანუ იმუშავებ ჩვეულებრივ შემოსავალი. კი ბატონო. Instagram-იც, მაგრამ ეგ გულის ტკივილიც დავაფიქსირეთ უკვე რომ
ხო არ ვიცი ხო თქვენთვის რამე შეცვალა TikTok-მა ხო მე ყველას ვეკითხები ხოლმე რამდენად ითვალისწინებთ ამ ტიპების აზრს ვინც მან ხო სხვანაირად უსმენენ მუსიკას TikTok-ზე რა ეხა ნიკას შემთხვევაში მაგალითად ნუ ნიკა მიცის აი რა დააქავეროს რა დაუკრას ნუ აი TikTok-ს ხო ანუ იცის ეგ და რა ქვია იმას ალგორითმი ხო ალგორითმი კი ეგ უნდა მეთქვა და ეხლა ჩვენი ბენდის ეხლა Take Visitors-ის TikTok-ი იმდენად ეხლა არ მუშაობს ერთი რამდენიმე ვიდეო გვაქვს გავარდნილი მაგრამ ისე რომ აი რაღაც კონტენტს მივყვეთ არ ვაკეთებთ ეს ცოტა ზარმაცებიც ვართ მაგ მხრივ ხა TikTok-ზე ნიკას გვეუბნება გადავიღოთ და მაგ მუშაობაში ვართ და არც მაგასაც მივხედავთ ალბათ აუცილებლად მე მახსოვს ბედფორდების ის ახსენე წეღან რა და ძალიან მაგარი ფიდბექი მოდის ხოლმე თქვენ ლაივზე არ ვიცი რაღაც თქვენ მაგით რამე საკეთებთ ხოლმე მაგისთვის თუ როგორ ხდება რომ ეგრევე თავიდანვე მიგიღოთ თითქოს რა ხალხმა იმიტომ რომ ფიდბექი იყო ხო მესმის აი ძალიან კაი იყო რა არ ვიცი შეიძლება ეგეთი ატმოსფერო გაიჩნდა იქ ახლა იმ წუთას და ყოველთვის ეგრე არ იყოს მაგრამ ზოგადად ლაივებზე იცი რა არის ბევრს უთქვამს ხათა შორის რომ აი მაგ ატმოსფეროზე მინდა მეთქვა ანუ იმდენად რაღაც ერთად ხართო რა სცენაზე აი სუ კონტაქტში ბუნებრივი აი რაღაცნაირი ხელოვნური არაფერი არ იყო საერთოდ ხო ანუ ცალ-ცალკე არ ხართ სუ ერთად ხართო და ალბათ მაგ ატმოსფერომ გამოიწვია ეგ ხალხის რაღაც მიჯაჭვულობაც ალბათ რა ანუ ხა ენერგიასაც ბოლომდე ხარჯავთ ყველა ლაივზე ძალიან ძნელი არის ეგეთი ვიღაცა მოსული არის კონკრეტულად ხა ბედფორდის მოსასმენად და იმის იდეაში warm-up-ზე ხარ და იმას ელოდება ხალხი და შენ რო გაართო და გადმორთო შენზე ძალიან რთულია და ეგ ამბავი მოხდა მაშინ და ხალხს უყურები მეთქიო ძალიან გაასწორა რა ფავორიტი ლაივი გააქვს სადაც ყველაზე მაგრად გაერთეთ როგორც ბენდი გართობით აი რომ მიხდით რომ აი ძალიან კარგად აყვა და რო არ გინდა რომ მორჩეს რა ალბათ ჩემთვის აი პირველი open-ი იყო იმიტომ რომ ყველაზე რაღაც არიქა იყო რა ალბათ პასუხისგებლობასთან ერთად აი მუშთან ბეჭდავი იქნებოდა ცხადია იმიტომ რომ მაგარი გამოცდილება აი საუნდიდან დაწყებული ჯერავი დახვედრიდან საუნდი რა აი ყველაფერი აბსოლუტურად აი 10-დან 10 იყო ბედფორდები ჩემთვის რა აი ეგ კოკაკოლის ლაივი და მაგის მერე ნუ ყველა კაი იყო იდეა ჩვენთვის რა აი ხა ზაფხულში მე კიდე კითხავ ჩემო დგომაზე მეთქულის კი აი რო ჩამოვთ მეთქულის მე როგორ იქნება მან რომელ სტეიჯზე ხარ უკვე თუ მანდ ერთი არის და მიყვებიან იმაზე მე მგონი რამდენი არის ორი სტეიჯი არის და მეინზე არ ვარ თქონი მაგრამ მეორეც იმხელა არის რომ ხო ანუ მეორე სტეიჯი აი მართლა ამხელა სცენარო იყოს არაბით მეორე სტეიჯზე მესივათაკი იყო იმ წელს და ფრანც ფერდინანდი ასე რომ მან მეორე და პირველი პირობითი არის რა ხო ნამდვილად აქ მართლა ადვალში და უკან უბრალოდ ფეხის დასადებიც რო იყოს ეგეც ძალიან და რაც ვიდეოები ნახიდეში არ ყოფილვარ მათ და რაღაც ძალიან ეხა იმ ლაივისთვის ემზადებით თუ ამატებთ ახლებსაც თუ კონკრეტულად იმ სიმღერებს ამუშავებთ ებს არა მოგატყუებთ მაგრამ ნუ იმდენი დაგვიგროვდა რომ ეხა გზაში არის კიდევ დევთ ტრეკებს და სამიქსი არის და ფესტივალამდე იქნება მზად. ეხა რას უსმენ ლიგა? შენ გემოვნებას შევეხოთ ცოტა. ხარ როგორც მუსიკოსი ეხა ხო უფრო ნაკლები სურვილი გაქვს მოსმენის რა, სხვა მუსიკოსების რა, იმიტომ რომ სულ აკეთებს სულ რაღაცაში ხარ, ვინმე გაიჩნდა ამ ბოლო დროს ვინც შეგიძლია რომ გამოარჩიო. და ბოლო დრო არ ვეძიები რა, არ ვიცი. შემთხვევით ხო არ მოგხვდა ვინმე ისეთი. არ გინდა რომ რამეზე გავლენა მოახდინოს თუ უბრალოდ დრო და სურვილი არ აი არ მიყვას როცა აი თითქოს იქიდან მაქვს ინსპირაცია რა რაღაცა უსმენ მე მინდა ხო მაგრამ ის ხო ჩალექილი გაქვს კი მაგრამ მაინც აი მე კმაყოფილი ვარ რომ ანუ მე ხო არც არ მომისმენია და იქიდან წამოვიდა ხა მე კი მიყვას Radiohead-ი ვთქვათ მესივეთეკი მაგრამ ნუ მაინც აი ხანი რო არ მაქვს მოსმენილი ჩემით რო რაღაც ჩალიჩო ვიდრე ხო მომწონს ხო და ნავი სუდამცინია ხოლმე მაგას ჩემ ბენდის წევრები რომ აი ლიკა მუსიკას არ უსმენ რაღაცა მაგრამ ანუ ვიპოვე კომფორტი რა ეხლა საერთოდ არ უსმენთ ხო ეხლა მოგატყუებთ რა მაგრამ
აი ის პერიოდი, როცა რაღაც მინდა რომ დავწერო, რავი, თვეები შეიძლება საერთოდ არ მოვსვინო. ოკეია, რომ გაისუფთავო თავი რა. ანუ ხო რაღაც გავფილტრო რა. ძალიან მეხმარება მაგაში. ხო და აი ბავშვობაში რო დაიწყეს ყველაფერი მღერა და დაკვრა და ბლა ბლა ბლა. ყავდა ვიღაცა ესეთი კუმირი მუსიკაში? აი იცი რა არის რაღაცა იასაკი, რომ მემატებოდა სხვადასხვა ის იყო. ახლა სუ თავიდან ახლა ესე მოსმენ რომ დაიწყო ჯასტინ ბიბერის მოსმენდი რა. რავი, დღემდე ჩემი guilty pleasure ის არის, აი მართლა ძალიან მაგრამ It's okay, ძალიან ლამაზი ბიჭია და ანუ ხო, იდეაში ხო მაგით მოვიხივლე რა. ხო და მე იყო Nirvana. მაგარი გადასვლა ძალიან. ჯასტინი და ხო, ჯასტინი და არა, ჯასტინის მე იყო Nightwish-ი. არა, როკ ოპერაზე გადავედი. ეგეც დიდი გადასვლა. კი, Nightwish-ი ხა ეს ოპერა რაღაც ძალიან უკვე მე გადავედი ამ Nirvana-ზე და აი მე უკვე ინდიში დავძურებოდი რა და აი იმასაკიდან რაც დამრჩა ეს არის Radiohead-ი რა, რა ჩემი ჩემი ტოპიც ყოველთვის უცვლელად. მაგრამ ხო აი ეგ მინდოდა, მე თქვა რაღაც უცვლელი არის რა. კი, შეიძლება ბევრი რაღაც მომეწონოს, მაგრამ აი სულ. შენ ვისთან გიდოდა ყველაზე ძალიან ხმეთქულზე მფიქრობ მაინც. მანდრო ეხლა ლაინაპი რო დაიდო, ხო აი მობი და მიყვარს მობი მიდე. ხო 21 Pilots დიდად არ უსმენ ხა. მობი მაკეთ ჩამოგაკითხა და აქ ხო, მოვიდა. არა, იქ ხო, მაგრამ მე იქეთ უკრავ. ხო და Kings of Leon-იც კიდე ძალიან მიყვარს. იქნება. კი. არა, რავი, წარმოვიდგინე რაც არ მაგარი იქნება იქ იდეაში. ძალიან მაგარი იქნება. მე მოგიყვებით. ხო სრული მითგადიხართ თუ რამოდენიმე გაქვთ არჩეული და ტრეკები? თუ არ ვწდები 40 წუთი თუ 35 წუთი გვაქვს. დიდი ხანია. ანუ ერთი სეტი ჩათვალე რა. ანუ კი. ერთი სრული სეტი. სრული სეტი. ძალიან ცუდად გავგეგმე ეს წელი, თორე მეთქული შეიძლებოდა ნამდვილად, იმიტომ რომ Kings of Leon-ის გამაზვა, იქვე არის კიდე Nick Cave-ები და მთელი ამბები. არ არის. ხო, ისე მიკვირს შენ რომ. აუ, მე მგონი 2 წლის წინ იყო Prodigy-მ დაუკრა, თუ აუ, მაგათ. ხო, მაგრამ მე გარეშე მე სრული შემადგენლობ მე მოვასწარი ხალხო და ეს იყო აი ეგეთი ლაივი არ მიგემია ჩემ ცხოვრებაში არასდროს. კი, და აი რაღაცა 40,000 კაცი მე მგონი მარტო მევიდე εκεί ეს მურწყალით და ხიზელი და გამანადგურა. ხო, ბათუმში იყვნენ, ხო? იგეთი მაგარი, არაფერი არ გამიგია. საქართველოში რა ლაივიც ჩატარებულაო. ღმერთო, აი დაუვიწყარი. გამოვედი ყველანაირი იმის გარეშე რა. მან და არ ყოფილი. ანუ ყრუ ვიყავი მუნჯი და ვერ დავდიოდი. აი საერთოდ ყველაფერი გათიშული მქონდა. აუ არა, გრძნობელობები. ვაფშე გიჟები არიან. შემდეგი გეგმები გააქვს სადმე? კიდე აქვს რამე ეგეთ დიდ ფესტივალს, ეგეთი შესარჩევი ამბები. არ ვიცი, ეგენი უფრო იცის, აი ჩემებმა. მე ვიცი, აი ზიგეთს ქონდა და ზიგეთს ჩალიჩობდნენ. კარგი რაღაც არის რა, ეს ფესტივალებს რო გსავნი რა, ეს newcomersები რო. ანუ ეგ არის ყველაფერი რა, ეხლა. ხო, ანუ იდეაში თორე აქ მეტი, ანუ open-ის გარდა კიდე რამე თქვა. აგერა ვარ. ხო და ეგ ეხლა ისეთი კარგი რაღაც გაიჭრა, რომ გონია რომ ეგ რაღაცა საწყისი არის და თან თუ ესე კარგად გამოგდით ეგ ამბავი და ხო ნახე რომ კარგად გამოგდით. ბენდია უკვე, ანუ ცოტა არ არის ქვეყნიდან რომელიც არაფერს შუაში არ, ანუ იმ დასავლო მუსიკასთან ასოცირებულია, არც ტერიტორიულად, არც არანაირად ძალიან რთულია აქედან. მე მგონია რომ ეს იქნება რაღაცა საწყისი რა, იმიტომ რომ ხო არ არის ეგეთი მარტივი ყველასთან ეგ განვიხილეთ ეს საკითხი რომ არ არის მარტივი რომ აქედან ესე გაჭრა რა, მით უმეტეს რაღაც მარტივად ხო ესე გამოვიდა რომ ტიპებმა აიღეს და ესე პირდაპირ აი ამ ვეშაპებში ჩაქსვეს და ძალიან ასწორებს. იდეაში ყველაფერი საწყისი არის ჩვენთვის რა. კი, დარწმუნებული ვარ მაგაში. Late night calls, times of star night calls when I can see your smile, despite the throughs and miles, and I hope one day the day will come to see you and see your warm eyes.
hope one day the day will come to see you and see your warm eyes. ლიკა მოკლედ ამ ჩელენჯის გარეშე ვერ გაგიშვებთ სახლში. რა Whitney Houston-ის I will always love you. ხო იცი რომ დრამზე უნდა დაასვა ხო და I wish you love. ეხა ნერვები მოეშჩა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩვენთან სტუმრობისთვის. მასპინძლობთ. ძალიან კარგი იყო, ველოდებით საუკეთესო სიახლეებს თქვენგან tape ვიზიტორებს. ძალიან დიდი წარმატებები მინდა უსურვო და მადლობა გადაუხადო ჩვენს მხარდამჭერს კურსიჯის, Music Rooms და ჩვენ მეგობარ Q&A-ს. მადლობა. კარგად.